გამარჯობა, მე ნიკა პეტაშვილი ვარ. ვისაც წინა ვიდეო აქვს ნახი გეცოდნებით. ხოლო ვისაც არ გინახავთ, თხოვნა იქნება გადახვიდეთ, ნახოთ რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინაიდანაც ვისე ვერ მიხვდებით ამ ვიდეოს ასს და შინაარს. რაც შეეხება ნახვებს და გამომწერებს. დაახლოებით 50000 ნახვამდე დააგროვა ვიდეომ და 2500 გამომწერზე ავედით. ეს YouTube-ისთვის ჩემი აზრით საკმაოდ კარგი შედეგია, იმიტომ რომ უყურებ ქართულ YouTube-საც და ესეთი შედეგის მიღწევა ცოტათი რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ეს კონტენტი აინტერესებს და მე არ ვაპირებ ესე გაჩერებას. ვიწერებოდა ცუდი კომენტარებიც, კარგი კომენტარებიც იწერებოდა, ხოლო ხალხს რაც არ მოეწონა, მივხვდი ქალაქში გაზაობა. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ქალაქში არ იგაზავებდნენ, არ გამომყვებოდნენ, უბრალოდ მინდოდა რამენაირად გამეღიზიანებინა, ამეგდო უბრალოდ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არ იმუშავა. ერთ-ერთ ვიდეოში კი ახსენეს, ბოლოსკენ მზად იყავი უხეში პასუხისთვის და მზად ვარ, სათხართ. ეხლა მოგმართავთ ჩემს გამომწერებს. მოდი შევცეთ ყველანაირად, კომენტარები, არ ვიცი, დისლაიქები, რავი, რაც გინდა დაუწეროთ, რამენაირად შევაწუხოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ჩემი ვიდეო ესე ბოლოსთვის მოისროს, ერთი დრაგსტერს აწყობს, მეორე დრიფტკარს გონი, ხო? ხო, დრიფტკარს აწყობს და იფიქრეს, რომ მოდი ბოლოსთვის გადავდებთ ნიკუშას ვიდეოს და ესე არ მინდა. თხოვნა იქნება 50000 კაცს ვერ მოვთხოვ ყველას, იმიტომ რომ 50000-დან შეიძლება ნახევარზე მეც არ აინტერესებდეს ეს ჩელენჯი, მოთხოვნა არ უნდადეს მათზე, მაგრამ ის 2500 გამომწერი, ვინც მე გამომყვა, თხოვნა იქნება, რომ 2500 კომენტარი მაინც დაუწეროთ ვიდეოებზე, სადმე რამე შევაწუხოთ. ყველა კომენტარს ნახულობენ ზუსტად ვიცი და ამ ვიდეოსაც რო ნახავენ, ეგეც კი ვიცით. ეხლა რაც შეეხება იმ კომენტარებს, რო წერდით, ესენი მტრები არიან, ქშურს, შებოღმიანო, მეგობრობას მასწავლით? ძალიან კარგად ვიცი მეგობრობაც, ძალიან კარგად ვიცი მაკაცობაც, მაგრამ ეს YouTube-ია, ყველა თავის კონტენტს ქმნის. მე ზუსტად ჩემსაც ქმნი და საერთოდ არ მაინტერესებს ეს ცუდი კომენტარები რაღაც ჭკუას რომ არიგებთ რა. ყველამ თავის ბოზმამიდას მიხედავს. მე არ მაინტერესებს ეს მაკაცი იქნება, მეგობარი იქნება, თუ ნათესავი იქნება, მე ჩემ კონტენტს ქმნი და ბოლომდე გავიტან ამ ყველაფერს. ამას თქვენ თვითონ ნახავთ. ასევე ვიცი, რომ ჩემმა ვიდეომ შედეგი გამოიღო, ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება, ძალიან ბევრი მწერს და ასე შემდეგ, ძალიან კარგი წამოწყება, გვერდში მიდგანან, აინტერესებთ. ეს წამოწყება ბოლოში რო გავიყვანოთ, თქვენი დახმარება დამჭირდება ზუსტად იმ ადამიანების, ვინც ბალეში ყოფთ, გვერდში მიდგახართ და გაინტერესებდათ. ბევრი მხვდებოდა და მეკითხებოდა კიდევაც, რა საპირებ, როგორ აპირებ. პროექტები თითქმის მზად არის. CLS-ი 1000 ცხენი, კი ბატონო, თითქმის მზად არის, ძალიან დიდი რესურსი ჩავდე, ძალიან ბევრი ფული ჩავდე, რომ ეს მანქანა ამეწყო და დამიჯერეთ, არავის არ შევარჩენ, არავის არ ვაპატიებ, რომ ეს ჩელენჯი ესე გამიტაროს პროსტა. ყველაზე მეტად გაინტერესებთ CLS-ი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარი იწერებოდა CLS-ი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მანქანაა. დინოზე უკვე იდგა, ჩემი სტორი მიცნახა. ცხენებს საიდუმლოდ დავტოვებ. აი, როდესაც ვიდეოს ჩამიწერენ და როცა პასუხს გამცემენ, აი ზუსტად მაშინ გაიგებთ, რამდენ ცხენზეა ეს მანქანა. უკვე დასრულებულია ეს პროექტი თითქმის. ძალიან პატარა დეტალები დარჩა შესაძლებელი და ამასაც ნელ-ნელა გაიგებთ, მოგაწევთ ყველაფერს. ეხლა განახებთ რა მანქანაც გამოვიდა. ნუ ვიზუალურად ძალიან მაგარია და მოდი დავქოქოთ. სიმფონია. ვისაც ყურსასმენები გეკეთათ ბოდიში, ალბათ ყურის ბარაბნები დაგიხათ. სალონი წითელი, ყველაზე მაგარი სალონია აბსოლუტურად CLS-ებში და Mercedes-ებში. შეგახსენებთ, რომ ეს მანქანა 4-ვე წამყვანია, ფორმატიკია, კვადრო კლასისთვის ავაწყეთ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძრავი Mercedes-ში. M147 5.5 ბიturbo. დავანასტროი კი GT Performance-ში, ნოდოსთან. ძალიან ბევრი იწვალა, რომ ეს შედეგი დაგვედო. და რაც შეეხება ძრაოს, არის კოვანი, პორშინი, შატუნი, აყენია ვეისტეკის მთლიანი გამშვები. რაც შეეხება, პროგრამა GT Performance-ია გაკეთებული.
ეხლა ვაპირებთ რომ დავაყენოთ ტოპ მაუნტები და მეთანოლი ერთად, უკვე ბოლო ეტაპია და შემდეგ უკვე გაიზომება ზუსტი ცხენები და ზუსტი დროები. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი საერთოდ არ გაუციათ და ყალეზე დაიკიდეს, მე მაინც მზად ვარ. აი ხვალვე რომ დამირეკონ, აი წავედით ვიდეო ჩამიწერონ, მზად ვარ, წავიდეთ, დავდგეთ, არაა პრობლემა. სხვა მანქანებსაც ვამზადებ პარალელურად, მაგრამ ხვალვე რომ დარეკონ, ეს მანქანები მზად არის და ეს CLS-ი არის M4-ის კონკურენტი. ჩემი GTS. ცეპლენია შევცვალეთ, ყველაზე პრობლემურია ვინაიდან იცით GTS-ზე ცეპლენია. გერმანია ჩამოვიტანეთ, ტურბინებიც გზაშია, დღე-დღეზე ველოდებით დავაყენებთ. ეს მანქანა იწყობა რომ გახდეს საქართველოში ყველაზე ჩქარი AMG. ჯერჯერობით მდინარაძეს ყავს ის ვითომ ყველაზე ჩქარი AMG GTS, მაგრამ დამერწმუნდეთ ეს მანქანა ძალიან მაგრად გაასწრებს მის მანქანას. ეს წითელი GTS-ი არის ჩემი მეგობრის, ისეც არაფერს ვაკეთებ უბრალოდ სერვისია. და იცით ყველამ რომ ამ სერვისში ვიტო მოტორში კეთდება GTS-ები, CLS-ები, ესეც ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის არის, ამასაც ვაკეთებთ. ეს მანქანა უბრალოდ სილამაზის საყენია, ძალიან ლამაზია, დამეთანხმებით. გადავიდეთ Raptor-ზე. გაგეცინებათ, სარიშვილმა Raptor-ი ჩამოიყვანა, არაფერი განსაკუთრებული, Raptor-ია. ქარხნული დაკიდება, ძრავით სტოკია. სანამ ეგენი გამოფხიზლდებიან, Raptor-საც გავაკეთებ აუცილებლად, არ დავტოვებ ისე და ძალიან მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ off-road-ის. ბევრმა დაწერა Raptor-ის შესახებ დადებითი კომენტარები, მიხარია რომ off-road-შიც ბევრი გულშემატკივარი ყავს და მოდი გადავიდეთ drift car-ზე. ვაწყობ მანქანას, გრძელდება drift car-ის პროექტიც, მაგრამ ამ პროექტს აუცილებლად ინკოგნიტოდ დავტოვებ, არ მინდა რომ ყველაფერში კარტები გავხსნა და ყველაფერში იცოდნენ რას როგორ ვაკეთებ. როცა გამოწვევაზე დამთანხმდებიან, აუცილებლად გამოვაჩენ და ნახავთ რა მაგარ მანქანას ვაწყობ. კიდევ ერთხელ ჩემ გამომწერებს გთხოვთ რომ ვიაქტიუროთ, მაქსიმალურად შევაწუხოთ ეს ხალხი, ამ ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის. მე საერთოდ არაფერი არ დამაკლდება, კარგი მანქანები და სპორტული მანქანები სულ მყავდა და კიდევაც მეყოლება. ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის. მოდი, დამეხმარეთ, მე სასიამოვნო ვიდეოებს შემოგთავაზებთ, კარგ კონტენტ შეგიქმნით და ვიაქტიუროთ ყველამ. დაუკომენტარეთ, რომ მიიღონ ჩვენი გამოწვევა, თუ გინდათ რომ ეს პროექტი შედგეს, სხვა გამოსავალი არ არის. დავუკომენტაროთ, მიიღეთ ნიკას გამოწვევა. უხეშო ბიჭებო, თქვენი დროა. გიორგიმ კი მიხსენა ვიდეოში რომ მზად ხარ უხეში პასუხისთვის. მზად ვარ. აბა კარგად.